მას რომ კი მოქმედი საკაბელო კომპანიების სრული სია მოიპოვა და დაადგინა, რომ ქვეყნის მასშტაბით საკაბელო ტელევიზიებს 666,000-მდე აბონენტი ჰყავს. ანუ მასკერის პრინციპის ამოქმედების შემთხვევაში დაახლოებით ამდენ ადამიანს ექნება შესაძლებლობა ალტერნატიული ინფორმაცია მიიღოს. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, თუმცა ავადებთან დაკავშირებით შეთანხმება ეს შენგეხებასა და მმართველ გუნდს შორის ვერ ხდება. დღევანდელ სხდომაზე საკუთარი მოთხოვნა ჰქონდა ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელსაც. თემას თიკა ანდღულაძე განაგრძობს. დიდი დროის განმავლობაში ამის გაკეთება არ არის სწორი. ისევე შეიძლება ითქვას, რომ 2 თვის მერეც არჩევნები დასრულებიდან 5 თვის შემდეგ, 10 თვის შემდეგაც შესაძლოა არსებობდეს კანონიერი ინტერესი სხვა მომხმარებლის, რომ გაგრძელებული იყო. მასკერის პრინციპის შემოღების საკითხზე მსჯელობისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა საუბარი იმით დაიწყეს, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია მაუწყებელთა სავალდებულო ტრანზიტის არჩევნების შემდეგ გაგრძელება. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ საკაბელო ოპერატორებმა ტელეკომპანიებს მომსახურება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში უნდა გაუწიონ. არჩევნების დღეს კი საკაბელო კომპანიების მომხმარებლებს ტელეკომპანიების მაესტროსა და მეცხრე არხის მიწოდება შეუწყდებათ. აუცილებელია, რომ გავზარდოთ მასკერის ვალდებულებების ვადები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ვადა უნდა გაიზარდოს სულ ცოტა არჩევნების შედეგების გამოცხადების დღემდე, რადგანაც არჩევნო პერიოდი ზუსტად არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების დღემდე გრძელდება. საუბარია სულ რაღაც 21 წელს მეგონი აბსოლუტურად ლოგიკური ხალხი ჩვენ წარმოვიდგინეთ ვითარება რომ ამორჩეულმა რეგიონში უყურა ყველაფერს და გაუთიშეს და არ იცის რა მოხდა ბოლოში. ეხლა გასაგებია გაიგო სხვა მხრიდან რა მოხდა ბოლოში, მაგრამ თუ იმ ტელევიზია შეუძლია უთხრას რომ ესეთი პროცესია ვარ, ისიც უთხრას რა მოხდა საბოლოოდ, რატო ამბობთ ერთ ტელევიზიას არ უფლება უთხრას და მეორეს არ უფლება უთხრას. გარდა ამისა, მე ვფიქრობ თავად ხელისუფლებას არ უნდა აწვევდეს არჩევნების დღემდე, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნების დღეს ტელევიზიების გათიშვამ შეიძლება დიდი უკმაყოფილება გამოიწვიოს. ეს შენგეხებას წარმომადგენლებისგან განსხვავებით მმართველ გუნდში არ მიაჩნიათ, რომ წინასაარჩევნოდ ჩართული ტელეკომპანიების არჩევნების დღეს გათიშვას უარყოფითი შედეგი მოჰყვეს. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ მასკერის პრინციპი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდეს, თუ არჩევნებში მეორე ტური დაინიშნება. რაც შეეხება ვადის საკითხს, მე არ ვფიქრობ, რომ ხანგრძლივობა ამ პრინციპის მოქმედების, მასკერის პრინციპის მოქმედების უნდა გაიზარდოს. ვფიქრობ, რომ ეს პირდაპირ კავშირში აგიტაციასთან და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებასთან, სწორედ ამისთვის შემოგვაქვს ჩვენ მასკერის პრინციპი 60 დღიანი პერიოდით, რომ ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ჩვენ ვფიქრობთ იმისთვის, რომ ეფექტური იყოს ამ საკანონმდებლო ცვლილების მოქმედება და შემოღება, მნიშვნელოვანი არის, რომ თუკი საკაბელო პროვაიდერები დაარღვევენ თავიანთ ვალდებულებას, გარკვეული პასუხისმგებლობა დადგეს ამისთვის. ამ პასუხისმგებლობის შემოღების იდეაში პარლამენტი გვეთანხმება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკაბელო ოპერატორი პირობებს დაარღვევს, მასთან ჯარიმა უნდა დაეკისროს, ან კომპანიის ავტორიზაცია მოეხსნას. არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, აუცილებელია, რომ მასკერის პრინციპი შეეხოს ტელეკომპანია კავკასიასაც, რომელსაც სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია არ გააჩნია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესთავაზეს კავკასიის პრობლემის, ესე ვთქვათ, მოსახსნელად ხელისუფლებას ძალიან ლოგიკური და სწორი წინადადება, რომელსაც ჩვენც ვეთანხმებით. აი გამოჩნდება, ახლა ხელისუფლება რამდენად გაიზიარებს ამ წინადადებას, იმის მიხედვით გამოჩნდება ის, რომ მასკერიში ვერ მოხდა კავკასია, ეს იყო უბრალოდ შეცდომა და გაუგებრობა და რაღაცა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, თუ ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული. პარლამენტი მასკერის პრინციპის შემოღებასთან დაკავშირებით კანონის განხილვას უახლოეს კვირებში გააგრძელებს. მისი დამტკიცების შემთხვევაში საკაბელო ოპერატორებს დაევალებათ საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობის უფლების მქონე ტელეკომპანიების ტრანსლირება. საქართველოში ამჟამად სულ 69 საკაბელო ოპერატორი მოქმედებს. თბილისი 30 საკაბელო ოპერატორი, ცხეთამთიანეთი 1 საკაბელო ოპერატორი, შიდა ქართლი 4 საკაბელო ოპერატორი, ქვემო ქართლი 3 საკაბელო ოპერატორი, სამცხე-ჯავახეთი 4 საკაბელო ოპერატორი, კახეთი 6 საკაბელო ოპერატორი, იმერეთი 10 საკაბელო ოპერატორი, აჭარა 6 საკაბელო ოპერატორი, გურია 1 საკაბელო ოპერატორი, სამეგრელო 3 საკაბელო ოპერატორი.